თუ ადამიანის მოხვედრა სამოთხესა და ჯოჯოხეთში მისი ცხოვრების წესსა და არჩევანზეა დამოკიდებული, მაშინ რა აზრი აქვს მიცვალებულზე ლოცვებს? ანუ თუ მე ჯოჯოხეთში მოხვდები ჩემი არასწორი ცხოვრების გამო, ჩემი შვილი თუ ილოცებს ჩემზე და მომიხსენიებს, მე იქ აზროვნება და რწმენა შემეცვლება თუ რა აზრი აქვს? მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვა. ანუ პასუხი ესე დავიწყოთ, რომ მაცხოვარი პირდაპირ ბრძანებს ახარებაში, რომ სასופველიც სათა თქვენი გულებიდან იწყება. პირველი, ადამიანის სამოთხეში რომ მოხდეს, ჯერ ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ადამიანი უნდა იყოს მართალი სარწმუნოების მიმდევარი, სწორი სარწმუნოების მიმდევარი. ეს არის უმთავრესი პირობა ცხონებისა, რადგან თუ სწორი სარწმუნოების არ არის, ადამიანი სამოთხეში ვერ მოხდება და მეორე არის, რომ არა მარტო სარწმუნოება უნდა იყოს, არამედ საქმეებიც უნდა იყოს. მაცხოვარი პირდაპირ ბრძანებს, სასופველიც სათა თქვენი გულებიდან იწყება. ანუ აქ თუ არ დაიწყო დედამიწაზე ადამიანმა ზრუნვა სასופველზე, მისი სამოთხეში მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საერთოდ. ასევე მაცხოვარი ბრძანებს, რომ როგორც ხორცია მკვდარი სულის გარეშე, სარწმუნოება მკვდარია საქმეთა გარეშე. ანუ საქმე და სარწმუნოება ეს არის ორი მთავარი რამ, რაც განაპირობებს ადამიანის სამოთხეში მოხვედრას. ეხლა აქ იბადება კითხვა, თუ კი ადამიანი თქვათ სამოთხეში ჯოჯოხეთში მოხვდა და არასწორად იქცეოდა მისთვის ლოცვას რა აზრი აქვს? ჯერ აქ ორი მომენტი არის, შეიძლება ჯოჯოხეთში მოხვდეს ადამიანი, რომელიც მართალი სარწმუნოების იყო, სამოთხეში მოხვედრაზე ზრუნავდა და შეძლება ის დაგვარად ფიქრობდა მაინც ამაზე, რომ არ დაჯილიყო და გარდაიცვალა და სინანული ქონდა და ეკლესიას მისთვის ლოცვა შეიძლება. მაგრამ თუ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდა, რომელიც საერთოდ სინანული არ ქონდა, მიუხედავად რომ მართლმადიდებელი იყო, მიუხედავად იმისა მონათრული იყო, სინანული არ ქონდა განცდილ წოდებზე, თუ კაც სინანული არ აქვს, მისთვის ლოცვას შედეგი არ ექნება. როდესაც ქრისტესთან მოყვავდათ ადამიანები და ეკითხებიან, მაცხოვარი ეკითხება, წამსები წამს, მაშინ განიკურვა. ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაში მთავარი არის გადამწყვეტი ადამიანის დამოკიდებულება ღმერთთან. რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი ღმერთზე არ ფიქრობდა, ამიტომ მოხდა ჯოჯოხეთში, მისთვის ლოცვას რა აზრი აქვს? კაცი აგინებდა ღმერთს, ანგრევდა ეკლესიებს, ჯორებს, მისთვის ლოცვა არ შეიძლება. მტერი იყო ქრისტესი და ეკლესიის. მაგრამ შეიძლება მეორე მოხდეს ჯოჯოხეთში, რაღაცა ცოდვა ქონდა, ჩადენილი ამის გამო მოხდა, აღსარება ვერ თქვა, ვერ შეენანა, მაგრამ სინანული ქონდა, მისთვის ლოცვა შეიძლება, რა თქმა უნდა. და სხვისი ლოცვი მიხვდით რისი თქმით, უნდა გაიმიჯნოს ახლა რა მდგომარეობით გადის კაცი ამ ქვეყნიდან. და ესეთი რამ არის, რომ სხვისი ლოცვით და თხოვნით სახარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ავადმყოფები ინკურნებიან. მაგალითად ქრისტესთან მოყავთ დავრდომილი მის მეგობრებს და მედიან დევნებია გვიშველე. ან რომელი ასის თავი მიდის გახსოვთ მაცხოვართან და ეუბნება, რომ ჩემი მონა ავათარი და უშველეო და მაცხოვარი ეუბნება, მეო მოვალო შენთანო და გამკურნავ შენ მონასო და არა უფალო არა ვარ მაგის ღრისიო. შენ აქ თქვიო და ჩემი მონა იქ განიკურნებაო. და ქრისტე ასის თავის წმენი და სარწმუნოებით კურნავს მის მონას. ასევე მეორე შემთხვევაა კიდე, რომ მეგობრებს მოყავთ სარეცელზე თავისი სხვა მეგობარის თხოვენ ქრისტეს და მეგობრების თხოვნით და ლოცვით ინკურნება სხვა. ანუ ჩვენი ლოცვით შეიძლება და ჩვენი რწმენით, ჩვენი თხოვნით შეიძლება მონანული ქრისტიანი, რომელიც ჯოჯოხეთში შეწყალებული იქნეს, რა თქმა უნდა. აი ამას ყვითავს, რომ სხვის ლოცვას და ეკლესიის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ეკლესიის ლოცვით უამრავი სასწაული აღსრულებული იყო. ერთ-ერთი სასწაული პირდაპირ წმინდა წერილიდან მოვიყვან მაგალითს, როდესაც პეტრე დაჭერილია, რჩობლი ბორკილებით არის დაბმული, საპრობილეში ყავდა და უნდა დასაჩვენ მეორე დღეს პეტრე. ამ დროს ეკლესია გულმხურვალედ ლოცულობს და ეკლესიის ლოცვით ხდება სასწაული. ზეჩიდან ჩამოდის ანგელოზი, რომელიც შედის საპრობილეში, პეტრეს გახსნის ბორკილებს, გამოიყვანს გარეთ, დაცვას დააძინებს, გამოივლიან გარეთ, გაივლიან მთელ დაცვას, რომელიც ციხეს ყავდა, რომელიც ფხიზად ყოფილიყო, ჩაეძინებათ ყველას ღვთის დაშვებით და პეტრე აღმოჩნდება გარეთ და უცბად ანგელოზი გაქრება და პეტრე მეხვდება, რომ მისი პარული ანგელოზი იყო. აი ეს შეუძლია ეკლესიის ლოცვას და ამიტომაც არის ეკლესია ლოცვას ცოცხლებსა და მიცვალებულებსაც.